მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მთხოველს უკვე რამდენიმეჯერ გაშლა გამეკეთებია, პაუზა თუ დასასრული, გავაკეთოთ, ხო? ვნახოთ ეხლა რა ხდება. თქვენ წყვილში, ფიქრებით ნახოთ გრძნობებით თქვენი ორივესე და მე უკვე გითხოთ ტაროს პაუზა გაქვთ თუ დასასრული, ხო? აქ გოგოს რა ენერგიებში ხართ ეხლა, რა ხდება თქვენს შორის ეს ეხლა. Так, ვნახოთ ეხლა რა როგორი ურთიერთობა თქვენ გინდათ თქვენს პარტნიორს და ვკითხოთ ახლა პაუზა არის თუ დასასრული. Так. Ну, принципში თქვენ როგორ ენერგიებში ხართ, იცით? იცით, რას ფიქრობთ აქ? ой, так, ვეცნობიერიც მინდა და კიდე ამეღო თქვენი. რა არის, იცით, პრინციპში თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ აქ რაღაც, ну, რა არის, იცით, კი, განუნება. იცით რა ენერგიას მაჩვენებს, რომ პრინციპში თქვენ თვითონაც ახლა ძალიან კარგად ხვდებით, რომ აქ რაღაცა ან უნდა შეიცვალოს, ან უნდა დასრულდეს რა. ანუ თითქოს ახლა უკვე აი აქ კი გულით ტკივა, ძალიან გულით ტკივა, ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ბევრი რამ ჩადებული იყო ამ ურთიერთობაში, ძალიან ბევრი. მაგრამ არის შეიძლება გააქვთ თქვენ ეჭვი, რომ თქვათ აქ ვიღაცა ჩარეულია. მესამე არ გამოვრიცხავ და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი და შეიძლება თქვენ ეხლა პატიობა არ პატიობა, იმიტომ რომ აქ უკვე ორი სამია, მესამე არკანი არის. გაიგეთ, ანუ უკვე გვაჩვენებს, რომ რაღაცა ან ვიღაცა, ან რაღაცა არის ჩარეული. აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენ ან მანძილზე ხართ, ან გაბრაზებულ გულზე წასული ხართ, ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა არის აქ მანძილი შეიძლება იყოს, მაგრამ უსამართლობას გრძნობთ, გაიგეთ, რომ აი რატომ მოხდა აქ, რატომ არ გამოვრიცხავ იმ საჯარო გაშლა ვიჭერთ ყველა ჩვენ, ну, თქვენცას, ხო? იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, როცა შეიძლება დაუშვოთ თქვენ მოგიწი ან თვითონ პარტნიორი წავედა თქვენი დაუშვოთ და ამიტომ მოხდა იქ რაღაცა, ან თქვენ ხართ მანძილზე და გრძნობთ, რომ რაღაცა არ ხდება ისე, რაც არის, იმიტომ რომ თქვენ ეხლა აქ ნამდვილად ფიქრობთ, რომ რა გავაკეთო, დიდი ხანია ამ სიტუაციას წელად. აქ სიტუაცია არის როგორი, იცით? როცა თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხვდებით, რომ ამ სიტუაციას რა დასასრული აქვს. იმიტომ რომ აქ არის უკვე თქვენ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ არ არის აქ ისეთი თუ დაუშვ даже, ну, ფიქრობდეთ თქვათ, ან გინდოდათ ამ ადამიანზე თქვათ ქორწინება, ან სერიოზული ურთიერთობა, ну, არა. და ვიღაცა ძალიან კარგად ხვდება, რომ არ მოხდა რა ეს ქორწინება და არც ხდება ეთყობა ადამიანი შეიძლება დიდი ხანია არც გეუბნება თქვენ ეხლა თქვათ ეხლა წინადადებას არ აკეთებს. ან დიდი ხანია გრძნობს რაღაცა სიცივეს. გრძნობთ და ხდებით ძალიან კარგად, რომ აქ თქვენ თვითონ კარგად იცით რა აქ დასასრული აქვს თუ პაუზა თუ რაც არის რა, იმიტომ რომ სიტუაცია თქვენ ახლა აქ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ხართ, ძალიან კარგადაც გაიაზრეთ ყველაფერს აკეთებთ ანალიზს და უფიქრდებით იმას, რომ ну რაღაცა უსამართლობა, ну ეს არის ახლა თან ფიქრობთ რომ კარმული ურთიერთობა, რომელიც არის დიდი ხანი არის და ბევრი ტკივილი გაქვს, ბევრი შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ თქვა აქ даже ვიღაცას ძალიან ხანძლივი პაუზა არის რა. და უბრალოდ კიდე რაღაცა, რა ვიცი, რაღაც კიდე იმედები გაქვთ. ხო რა. თქვენ გინდათ რომ ეს ურთიერთობა იყოს იმის მიუხედავად, რომ ვერ იღებთ აქ იმას, რაც თქვენ გინდა. უკმაყოფილება გაქვთ ძალიან დიდი, მაგრამ მაინც ამ პოზიციაზე ზიხართ რა. რა ხდება თქვენ შორის? ну, რა თქვა თქვენ შორის და აქ ახლა ან დედა არის ჩარეული, ან შეიძლება ვიღაცა ქალიც იყოს ჩარეული, ან რაღაცა თქვენი უკმაყოფილებაც არის ჩარეული. კი.
საინტერესოა რა ხდება თქვენში. მე აქ არ გამოვრიცხავ, რომ ოჯახი, აი თქვა დაუშვით, შეიძლება ოჯახური თემაც არის, აი აქ. Так, ну ძეთ ბუნდეთ ბიჭი ვნახო ჯერ. საინტერესო. ხო. საინტერესო მომენტია, იცით თქვენ? რა საინტერესო მომენტია, გეტყვით ახლა, ესე იგი აქ ეს არის საჯარო გაშლა, მოდით ასე ვთქვათ. ერთი მომენტი არის აქ რა, გეტყვით. შეიძლება ადამიანში რაღაცა შეიცვალა. თუ ისეთი სიტუაცია იყო, სადაც ოჯახში იყო მეუღებლობა თქვენი, ოჯახს არ უნდა თქვა, დედმამა ჩაერიან აქ და არ გვინდა. მაშინ აი აქ შემიძლია იგითხრათ, რომ აქ ადამიანს აყავს ვიღაცა სხვა. იმიტომ რომ ახალი გრძნობა, ახალი სიყვარული და ფიქრობს კორწინებას, არ ვიცი რა. აი ეგეთი მომენტი არის რა და ამიტომ ახლა უკვე ფიქრობს, რომ უკვე აი ეს ვარიანტი არის რა, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ახლა უკვე ფიქრობს, კი შეიძლება даже ხანძლივი ურთიერთობა, აქ კიდე რას არ გამოვრიცხავ, შეიძლება თქვენ მართლა მანძილზე ან თვითონ ეს ადამიანი წავიდა, ან თქვენ ხართ წასული, ხო გეუბნებით, მაგრამ აქ არის სიტუაცია, როცა აი ვინც მკითხულობს ამას, არ ვიცი რამდენად რეზონირდებათ, მაგრამ თითქოს როგორ არის, იცით, შეიძლება იყო დანაპირები, შეიძლება იყო მომენტი, რომ თქვა ადამიანი გეუბნებოდათ, რომ კი, თქვა ერთად იქნებით და ცოლადაც წაგიყვან, მაგრამ აქ რაღაცა შეიცვალა. აქ даже კიდე არ გამოვრიცხავ გარიგების თემას, რომ მშობლები აძალებენ, თუ აი რაღაცა ეგეთი. შეიძლება მამამ ძალიან ემოქმედა მშობლებმა რა. აი ეგეთი სიტუაცია რა. იმიტომ რომ აი იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანს თქვათ ახლა კი შემეზურო წამიკითხა, რომ რას ამბობ თქვენ ახლა აქ პირიქით ყველაფერი კარგად, არა, გოგოს პოზიცია, გოგოს აქ ძალიან მაგარი ინტუიცია ყოველთვის, ხო? მაგრამ აქ უეჭველი არის ესეთი სიტუაცია, როცა აი გრძნობაზე ესეთი არკანები მოდის, როცა გოგო დიდი ხანია გრძნობს რაღაცას, ეჭვობს რაღაცას და გრძნობს, რომ აქ რაღაც დამალული, იმიტომ რომ ბიჭი გახდა ცივი. და თქვენ თვითონაც ახლა რო გითხრათ, ну აქ მანძილი არის რა, აქ არის ძალიან, აქ მანძილი არის 1000%-იანი. კი, მანძილი არის აქ რა. რატომ ეკითხებით, რატო არის? აი ეს სიტუაცია არის როგორი ადამიანის, იცით? როცა კაი ხანი შეიძლება ელოდებით თქვენ რამეს, მაგრამ რას ელოდებით? რას ელოდებით? თქვენ даже საუბარიც ალბათ გქონდათ. აქ სამკუთხედია უეჭველი. აქ სამკუთხედია არის უეჭველი. თან დიდი ხანია შეიძლება თქვენ არც იცოდით. აქ რატომღაც არ ვიცი ვისთვის იქნება და რამდენად რეზონირდება დაწერეთ კომენტარებში, მაგრამ აქ მოდის სიტუაცია ისეთი, რომ ადამიანი ეს დიდი ხნის თემა არის. აქ ვიღაცა ელოდება დიდი ხანი. ეს თქვენი ოჯახია თუ ეს? თუ ოჯახი იყო, ეს ოჯახიც დაინგრა. ან უნდა დაინგრას, იმიტომ რომ აქ პაუზა, გეუბნებით, ან თქვენი კაცი არის სადღაც წასული და თქვენ გაიგეთ რაღაცა ეჭვი, იმიტომ რომ ბიჭი გაცივდა. გაიგეთ და შეიძლება თქვენ რამეს ეუბნებოდეთ პრეტენზიებს რაღაცებს და ხო გრძნობთ, რომ რაღაცა ვერ არის რა ეს სიტუაცია.
გოგო აქ პირადად არის გასარჩევი, მე ამას არ დავიწყებ, იმიტომ რომ აქ ესეთი მომენტები არის, რომ საჯარო გაშლაში მაგას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ეს ახლა შეიძლება სიტყვაზე ყველას ახლა ხო არა აქეთი და იგივე სიტუაცია, ძალიან ისეთი მყაფიო და რაღაც, მაგრამ აქ არის ძალიან ისეთი მძიმე სიტუაცია რა საკმაოდ. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის ადამიანი თვითონ იცის გოგო, რომ ეს ყველაფერი რაღაც არ არის ისე როგორც იყო და უკვე რაღაც ეჭვი აქვს და ამიტომ გეუბნები თუ ოჯახი ყავდათ, ესე იგი თქვენ გრძნობთ და შეიძლება ზოგი იტყვის რომ კი, კარგი ოჯახი მყავდა და ძალიან მშვენივრად კარგად ვიყავით, მაგრამ მე თქვა ან წავედა ეს ბიჭი თქვა და გაცივდა სიტუაცია, ხო? რატომ? იმიტომ რომ იქ რაღაცა სხვანაირად მიიღო ამ ბიჭმა, даже თუ ქმარი არის თქვენი პასუხისმგებლობას ეს ბიჭი თავისთავად არ იღებს. კი ბატონო, მე როგორც ახლა თქვათ, კი, რაღაცას მაგამ გულში სხვა ადამიანი ყავს, მაგას უყვარს სხვა ხალი. აქ ესეთი სიტუაცია არის და უბრალოდ შეიძლება თქვენ არ იცოდეთ და გაიგეთ ეგა. და ამ დროს ახლა ეს უკვე სიტუაცია დიდი ხნის და თქვენ თვითონაც უკვე ისე ხართ, რომ იცით ყველაფერი გადასარევად, მაგრამ რატო კითხულობთ ახლა პაუზა თუ დასასრული არ ვიცით. იმიტომ რომ მტკივნეულია, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო თქვენთვის, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მართლა ნორმალური ოჯახი იყო, შეიძლება კაცი წავიდა თქვათ ფულის საშუალებლად საზღვარგარეთ, მაგრამ იქიდან ნელ-ნელა თითქოს გაცივდასავით რა და თქვენ ახლა უკვე ეს ამას ამჩნევთ და მაგიტომ ხართ რაღაც უკვე აღარ არის ისეთი აი მარტო თქვათ ახლა შეიძლება ურთიერთობა როგორ თუ ოჯახია, აი ფულზე და რაღაცა ეგეთ თემაზე და ანუ ის სასიყვარულო მომენტები აღარ არის აქ რა. იმიტომ რომ ნუ რაღაც ვერ გრძნობ თქვენ უკვე რომ დაუშვათ ახლა ის თბილი და რაღაც ეგეთი დამოკიდებულება არ არის, ამიტომ ჩემოლამაზებო მე ამას არც გავაგრძელებ, უბრალოდ ეს არის უკვე ვისაც გინდათ ახლა პირადად გავარჩიოთ, რომ საჯაროდ აქ აი ასეთი სიტუაცია არის ნამდვილად რა, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ისეთი გაშლა, რომ აი აშკარად ეთყობა, რომ არ არის ყველასთვის, ვიღაცისთვის არის რა და ნამდვილად ახლა ვიღაცასაც ხო შეიძლება პაუზა გქონდეს და იმანაც თავის თავზე აიღოს ეს ყველაფერი. არა, აქ ცვლილება არის მოხდა ამ ადამიანში, ამ პარტნიორში. აი ეგეთი რამე, ნუ დაწერეთ რა კომენტარებში, რომ ვიცოდე მაინც რომ ვის რეზონირდა ეს სიტუაცია.